იყო რამდენი გადაიხადე მარიშკა თუ საიდუმლო არ არის რა არც 1 ცენტი ხალხო ვისაც აქვთ აქ საქართველოში აი მე მაგალითად თირკმელი მაქვს იმაში რომ თირკმელი რომ დავიშალო კეჭი უნდა გადავიხადო 1300 ლარი თუ რაღაცა ისიც 4000 ლარი გადავიხადე ყურის ოპერაცია რო გავიკეთე არც 1 ცენტი არ დამაფინანსეს დღემდე ბანკის ვალს ვიხდი ყურის ოპერაცია ეგ რა ხო ან დიდი მქონდა და დავიპატარავე არც 1 ცენტი მუტლის ოპერაცია რომელიც 200,000 ევრო ჯდება უფასო მაქვს ძუძუს ოპერაცია რომელიც 8500 ევრო ჯდება მე გაიკეთე იქნება უფასო მაქვს ნახე ანუ კბილი ქართველებო რა დონის ყლეები ხართ რაზე ვსაუბრობ და თქვენ მოგიწყადეთ დიდი შემოწლები თქვენი დიდა შევეცი და თქვენ დიდად მოდიოთ მარიშკა ტორვილებისთვის უფასოა ყველაფერიო midnight შემოსიყვანლო მე ტორვილი არა ვარ სამუდამო ცხოვრების უფლება მივიღე გერმანიაში ალბათ შენ არ ხსმენია ეგ მე სამსმენია ფოტოშორის ტორვილი იცი რას ნიშნავს ომიდან გაქცეულ ადამიანს რომელიც შეუსახლებელ სივრცეში შეიჭრება და მიითვისებს ყველაფერს მე მაქვს პასპორტი დოკუმენტები საკუთარი სახლკარი ლეგალურად ყველაფერი. თვილო, აქ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბავშვები კვდებიან და ისევ ყლეს გაიძახ. გავიგეთ. ამ ხალ ყლე, მუტელი, რატო გაკერიათ? ეს ქართველები შეიძლება იმდეს აძრევენ, რომ უკვე აღარ შეუძლიათ რა. რაკნან გოგო შურიანები ვიხართ და მათხოვთ შურიანები არიან კალო რაკნან სუყლეზი არ კიდია თქვენი გინება რამის გამგეთებლები კალო რაკნან საწყლები გოგო ძალიან საწყლები ვერ ხედავ ღიმილი ჰოლივუდის ღიმილით აქვს რამდენი დაგიჯდა იქ კბილები შეჩემა ეხა ახალს ვიკეთებ 20,050 ევრო ჯდება თქვენ კიდე აქ სიგარეტზე იმათხოვრეთ დედა სიგარეტი მომეც 20,050 ევრო ჯდება ეხა კბილებს რასაც ვიკეთებ არა მარიშკას კბილები მეც მომწონს და მეც მშორს მეც 20,050 ევრო ვაიმე შენ კი ზიხარ აქ და გდიხარ და 100 ლარზე და 200 რა ქვია კაპიკებზე მუშაობ და ის აი მარიშკა ცხოვრებაში ვაიმე midnight ვინ ვარდება დედიკო და ვინ ვარდება და სად ვარდება და თქვენ ლაპარაკზე ვინმე თუ ვარდება ხალო ქართველის ლაპარაკზე როგორ უნდა ავარდე მარიშკა ამდენი წლის ხო შენ მე თუ ავარდები განათლებულ წარმატებული ადამიანის ყლე გაკეთებულ კომენტარზე თორე ვიღაცა ხალ მშიერი გამოკლეებული ქართველის კომენტარზე მე როგორ უნდა ავარდე ხალო მარიშკა ამდენი წლის ხარ აი მე 30-ის მაგარი ტატუ გაქვს მხარზე დავაბერდი მხარზე კი არა ყველგან ტატუები მაქვს აუ ეს დამეოსა მე სენ წრერეო ნიარეთ ციხე აი მე ვერ გავიგე სწორად როგორ ჩავიცო ხალო მაისური მოცადე შედაგეცა მე კი დამგესელაპარაკე და გინდკედეს აზრი მე ვარ უთესლეს ტანზე და ულამაზესი გარეგნობა მაქვს ვინც არ უნდა დამაბულიკოს მუტელში მკიდია აი აუ სად გავ შენ კიდე მარიშკა აი გოგო აი საქონის სუქს რო აიღებ და დანას რო დაუსმევ აი ეგეთი ფითქინა გადახსნილი მუტელი მაქვს სულ მუტელზე მკიდია ვინ რას დამიწერს ახლა ჩემი თვითშეფასებაც ამ ხალხს მეთქი ჩემი თვითშეფასებაც ვიცი ჩემი გარეგნობის ფასიც ვიცი სარკეში რო ვიხედებ გიჟდები საკუთარ თავზე არ მშია არ მწყურია და ყველაფერი მაქვს ჩემი ტრაკით 120 კაცია და კი მიგებს გეი და ტრანსგენდერი სადახალთ ქართველებო აბა ლომები აღრიალეთ რომ მოუგო უი ჩვენ გაჭირვებულები აუ ეს იმიტომაც ის იგებს და ჩვენ ვაგებთ თურქეთში გადავიდე კბილებზე ხალო რატო აქ ვერ გავიკეთებ გერმანიაში შენ აგიდე ტრანსიაო და ეხა შეცემაზე რატო ელაპარაკებ ეხა დაინახეთ რომ გავიხადე და ეხა ესეთი ლამაზი გახდილი ტანები ძალიან შეეთ მარიშკა ჩაიწვი ისე ვის სეტკა გოგო შემცივდა თორე შენ როგორია ვინმე რომ რამეს მიწერს მაგით ორმას ცვია ძუძუ მაგ ულამაზესი მისყვარებელ შევერ მოტყნავ და მისყვარებები მოგტყნავენ ალბათ არის ანუ ვის მარიშკას ტყნავს იმან თუ შენ მოგტა გამდიდრებული ხარ შეჩემა დღე არ უმუშავია ქალს გერმანიაში პროსტა დაცუცულო
მოგწონს ეს იაკეთი გითხა კრუასანს ეს მიიღებს ვინა ძახლის შამი ვოწები ხანა აცი დინები თუ აგიროგრე ხანა ესეთ გარდა რესტორნებში ვიდეოებს იღებს ეს ჩათლაშკა ხანა ნორა მე რომ მოხსით დამემართოს აკეთებს უფრო და საქმეა. შურიდ მახეთქებს ნაბიჯვარი ეს ჩათლაშკა ეხა ამას ამის დავუწყო, მართლა დინება. მოვწყა მიდით საქართველოს დაიღუპათ საქართველოს ხოინებით ქვეყანა მოუწოდეთ. დაიღუპა გეების და ტრანსების გამო. აი ეგრე ბოდედა და. აუ მე თუ არ დაგიწერო? საქართველოს დაიღუპათ გეებმა და ტრანსებმა. ეგრეა ეს ევროპა, და ტრანსებს რომ მიდიხართ და 200 და 300 ლარებს რო უხდით და წნამთ ყოველ ღამე ის რატო არ ითვლება დაღუპულად საქართველოში როა იმიტომ? აუ სტალინი გჭირდება მარიშკა და შე რო არ მიქხრიტო. უიმე დამხრიტონ ქალო გაქანებული ნერვოზი მაქვს პანიკური შეტევები დამხრიტონ დავისვენე. შეჩემა არ არის მიღებული წამოვიდა მიდი ქართე ორი წუთი კითხვა მაქვს. მოუგოთ ამ ჩათლაშკას მოუგოთ მიდით ტუსა ამის გამოვში კითხვა. გამოვა საქართველოდან კაი კითხვა გამოვში. საქართველოდან ნიალო მადლობა. გამარჯობა გამარჯობა ტუსა. დედა გამარჯობა ხო ნახე აბას ადარი აქვს ვინ რას ძმაკაცები ხართ მანდა ეხა გონიათ რომ რაღაცას თესლაო თუ რა ხდება შენი ოჯახი მე კიდე შენი კუბო გავიტანე შენი სახლიდან კაი მიყვარ თუ რა გიგებს და მე რა კაი მიყვარ მიყვარო. ნახვი ქალო სოფრაის სოფლელები როგორები არის ხო ხედავ სოფლელი აი სოფლელი არა მიგებს ის ავატყოფი ეგე მიგებს ხალხო და მედით ეხა ქართველებო შურით გახეთქე ყოფი რატოა? ეს მე ვარ ავანტყოფი ქალო 24 შვიდზე ექიმთან ვარ კიდე მე ვარ ავანტყოფი დედამოწყო აბა რა ხარ შეჭება გაკვირვებული საქართველოს დედა როგორ მოუთხარი შენ აბოზვარო ქალო შენ აუ თქვენ არიცით ეხა იმ ირაკლი მხინკლის ჰაუსის თანამშრომელმა რა კომენტარი გამოიწვია ეხა თქვენ ნახეთ მე იმ რესტორნის დედის ტყნის ვიდეოს დადების არა და დარწმუნებულია რა 50% რო აგირებს მარიშკას ფოლოვერებს შეყოლება. კი მარიშკა რა დადა პროსტა მარიშკას არის მარიშკას ეზარება დაბუთვა და ბლოკავს ხოლმე ხალხს და ეხა მე მიმატებს ფოლოვერებს ხო ხტები და მამატეთ გენაცვალებო და მამატეთ ვარ ღმერთო ჩემო ბოლოს ერთი ქართველი რომელიც შემხვდა პირდაპირ გეტყვით ესე ვინც კომენტარებში ადრე ლაივებში კომენტარებში მიწერდა როგ ნახავ ბერლინის ქუჩებში ფეხს მოგტეხავ და ვაიმე ისე და ვაიმე ესე ეხა უყურე რა გავაკეთე მატარებელში შემხვდნენ ბლოკი ამხსნასო და უთხარი ჩამთოს უიცი მატარებელში შემხვდნენ და მუტელო თუ რაღაცა მომაძახეს და თან ეხა უყურე მთელი ოჯახი იყვნენ ბავშვით ხო შენ გაჩვენე მატარებელში ჩამოვწიეს სახანძრო გავაჩერე მთელი ანდაგზე მთელი მატარებელი აი ეს ქართველები გამოვაყვანინე და კოცნით ეხა ვიცი რომ სადღაც წყალტომბოში ხართ ნაბოზვარია ტიპი ნაბოზვარია ძლივს ხალხმა სახლები გაყიდა ჩავიდნენ გერმანიაში და ამან გამოაძევა იქიდან სადღაც ქუთაისთან ახლომახლა ცხოვრობდნენ ერთი ეგ მახსოვს მეტი არაფერი ბოთი ისე არ ხალხო მარიშკას ვიდეო მაგრამ მე ის უფრო მახსოვს 4 კაცი პოლიციელი მიჭერდა რომ გოგო unboxing-ი რა ვიყიდე მარიშკა ის დაიძახეს მარიშკა ბერლინიდან ბერლინიდან ალო ჯერ ხა ხო იცი იმ რესტორანს რას დავმართე 20,000 ფოლოვერი მყავს მაცადე გიჟი ხარ ავანტყოფია გეუბნები რომ ავანტყოფია მეთქი შენ კიდე არ გჯერა ტიპიური საგიჟეთში გასაშვები ქალბატონია მასე იყო კესანეს რო ქვას და იმას ეს რო ფუტრაზი ტრასი და როგ დაიღუპა ერთი შემხვდი სადმე დედა არ მოგიტყნაო ბერლინში ვცხოვრობ სადმე თუ შეგხვდები ვინც დედა არ მომიტყნას მე იმის დედას მე შევეცი ჩემი დედა შევეცი თუ ხჩენი თავი ხელიდან გამომგლიჯოს ვინმე იმიტომაც აი ამ ჩათლახი ალო 4 პოლიციელი მიჭერდა ვიღაცა ქუთაისელ 3 ტონიან კაცს თხნას უშვებოდი ქალ თვალი გამოვუხე
4 პოლიციელი მიჭერდა ქალაქს. გზაშია დახვდა და ჩემი წაქცევა და ჩემი დაბულინგება ბერლინის ქუჩებში მარტივი ამბავი არ არის. მაშინ 4-5 უნდა იყოთ, თორე. მარიშკა ვიღაცა რო დახვდა მაღაზიასთან. 2-3 დაგჩეხავთ. მარიშკა ვიღაცა ორი ბიჭი რო დახვდა მაღაზიასთან რო გალახე. პლატნოი პიდარასტიაო. მისუთო ვიყიდე ქალ 75 евро მივეცი და ორ ქართველმა ბიჭმა ეი პიდერს შეხედეო და თმის უთო ქალო ტყილა გადავიხადე დააბალეწე ხვინ პირზე. შენ 65 евро მე გადამიხადე და მე გავიშხლართები მაგ იმისავით უთოსავით და მივურტყი რამდენის გინდა. რაც მე აქედან ქართველები გამიდედის მუტელებია, ნუ არავის არ გირჩევთ. მარიშკა $200 მასე. ჩემნაირი ტრანსის გადაკიდებას ბერლინის ქუჩებში არავის არ გირჩევთ. აო, ევრო. მარიშკა, კაი 200 евро არ მინდა. 50 евро ჩამირიცხე. ჩამოდი ბრემენში და დედას მოგიტყნავ, ჩამოვალ ბრემენში და ვინ ვის მოუტყნავს დედას ვნახოთ, გინდა? ვაპირე ბრემენში აუ ჩვენ ჩამოსვლა. გვაყურებიეთ რა. მალე გამოაცხადეს მოკლედ. აწი ვიყიდი ეხა DJ-ის კამერა. აწი ეხა DJ-ის კამერა უნდა ვიყიდო. ეხა უნდა ვიყიდო DJ-ის კამერა. თან მივიდივარ სამოგზაუროდ გერმანიაში ყველგან და ეს კამერით უნდა გადავიღო ყველაფერი. აი ერთი რომელიმე ქართველი შემხვდეს და რამე მითხარით. და მე თქვენ აი ხალხს ვაყურებინებ, მე რა დაგემართებათ. სრული ამ სიტყვის მშობით აი მამალი კენ ვინც ბრემენში თავშესაფარი მოგცა იმის დედის მუტელში შევეცი ამ მოწყდით მთელი ოჯახი ერთ დღეს და მალე კესარიას საფლავის ახლოსაც კი არ მივიდეს შენ დიდიან პატარიანად კუბო არა ეს კესარია და ერთზე ბოდიში კომენტარი იყო თმარასო გავსა და 5 ლარიანი შამპუნით რო იბან თქვენ როგორ გავთმა რას ამბობ კაცებს იმენა აი აქ აღარ აქვთ თმა აი ახალგაზრდა ბიჭებს აი აქ 5000 евро და ამას კისლატას ვასხავ სახეზე სანამ შე კისლატა შემასხავ ჩემო სიყვარულო 2 წამში დაგაბრმავებ $1000 евро გადამიხადე თუ და კი ნახე შეჩემა შენზე უკვე ფულებს აკეთებენ კაროჩე მარიშკა პაპალამში გავდივართ ანუ ჩემ კვლელობას დანიელ მეტროში თუ უკეთებენ კარგი ამბავია გოგო ჩემ კვლელობას თუ უკეთებენ კარგი ამბავია იქ იმიტომ რომ უფრო უსაფრთხოებინეს მომცემე რეზიდენციაში აბა დაცვას გამოგიყოფენ და ყველა ნახევარზე მეტ ქართველებს გაადეპორტებენ ეს და სკრინებს მე ადვოკატს უგზავნი და ადვოკატი ქალო მე ჩამოვდივარ მაქედან რა საკეთებ მე აქ რომ ეხა უყურე მე აქ რომ მიწერენ სერიოზულად ლაპარაკობ გოგოებო მე რო აქ მიწერენ მოკლავ და კესარიას მიგაწევ და ყელს გამოგჭრი ყელს გამო მე ხო ინფლუენსერი ვარ გეუნები დანიელ ტრანსია გერმანიაში მიდის მე ვარ ინფლუენსერი რო შემოვდივარ აქ და მიწერენ აჯეგანტილია ნუ მაწყვეტინებ ქალო მალცადე მე ვარ ინფლუენსერი რომ მიწერენ აქ ტრანსგენდერ ქალს რომელსაც გერმანიის მთავრობა მიცავს რომ მიწერენ აქ ყელს გამოგჭრი დაგასახიჩრებ კისლატა შეგასხავ მოკლავ ამ ყველაფერს ვუგზავნით ჩემ პირად სისხლის სამართლის ადვოკატს რომელიც უგზავნის გერმანიის მთავარ ბერლინში სასამართლოს და მე ქართველების დეპორტაცია რომლებიც სიმსივნიანი სამკურნალო ქართველები ჩამოდიან, მაგ ქართველების დეპორტაცია იმიტომ ხდება, რომ ამას აკეთებთ თქვენ. ისე დედაშეს გააკეთებინე და მე დანიელთან მოდი. თავში გითხავ გერმანული პასპორტი რო გაქვს, შენ რა გგონია მე რომ რა, გერმანული პასპორტი რო გაქვს, დეპორტზე არ დაგსვავენ? იცი რამდენი გერმანული პასპორტიანი დეპორტიანი მყავს ნანახი? მეც მაგ გერმანული პასპორტი, მაგრამ შენ გიარ გაკალა. ანუ ერთი კითხვა მოხდა როგორ აიღე გერმანიის პასპორტი წარმოინტერესებს რა რომელ დეპუტატს მიეცი ხალხი დედას მოგიტყნავ ვაიმე მიდი კაცო მარიშკა ხალხი 7 და 8 წელი არის ევროპაშია და საბუთები არ აქვს შე როგორ აიღე მოვიდეს AFD რომ მოვა შემოსიყვარულო AFD რომ მოვა პირველი შენაირ ქართულს გაადეპორტებს ხალო შენ თავი პასპორტი რო გაქვს გოგო გოგო მე ვიყავი და 2005 წლიდან 2010 წლამდე ვიყავი ძალიან სერიოზული ძველი ბიჭი მე სააკაშვილმა დედა რომ მომიტყნა ესე ლევად ფულები რო აღარ მოდიოდა ჩამოვედი და ვუთხარი ამათ მე ხო კაი ჩამოვედი და ვუთხარი რომ გეი ვარ კლებს წოვთქო და ჩამიბარის აბუღა მე ხალხს როგორ იწევს ეხა ნაბურძვარი ხალხს შეხედე რა დააკორდი ხალხს იწევს აგიჟებს და გადმოდიან და გვაგინებენ
ხო და ყლეს წოვთქო პიდარასტი ვარ ძველი ბიჭი ვიყავი მაგი არ უთხრა ძველი ბიჭი ლევი ფულები მომიხსნეს თქო გო ხო და დეიჯერეს ამ დებილებმაც და ქე ვარ ახლა აქ მაჯიკა ნუ ეუნები ძველი ბიჭი ვიყავიო თორე ვიყავი და ახლა ჰა მარიშკა მე მგონია ჩვენ უკვე ვართ იმებში გადასულები ფორიუში კი არა ვაფშე დედა გვაქვს მე მგონია მოტყნული ახლა მე თბილისში ვარ მაინც ყოველი შემთხვევით გაითვალისწინეთ ანუ ძველი ბიჭი ვიყავი და სააკაშვილის დროს ისეთი დამართეს ციხეში მცემეს პროჩი პოლიჯოხი გამიკეთეს და მე გავტრანსტი ტინჩის წესით ხარ ჩასაქოლი შეჩება კარგი გავტრანსტი მე გავტრანსი დედიკო გავტრანსტი აბა რა მექნა ეხა პროჩი პოლიჯოხი გამიკეთეს ეხა და მე სიამოვნა და მე მომინდა და გავტრანსტი აი პიტრანსი არა ხარ შეხარ იმენაი როგორც ჩემი მაყურებელი იყო და პედარასტი ისე გაყუდები რომ ამ ვიდეოს მე დავდებ ადვოკატი ხო ყავსო მე ადვოკატი რომ ყავს სიყვარულო ვიდეო კი არა რაც არ უნდა დამიდო და რაც